მეღვინეობის დარგის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა რთველია, რადგან ღვინის ხარისხი იწყება სწორედ ვენახში და ყურძნიდან. საქართველოს მეღვინეობის რეგიონში 336,000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22,000-მდე მევენახემ ჩააბარა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა კი 473 მილიონი ლარი არის შეადგინა. რთველის პროცესში 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იყო ჩართული. აქედან უდიდესი წილი კახეთზე მოდის, სადაც გადამამუშავებულია 327,000-მდე ტონა ყურძენი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. მეც თემის შესახებ ჩვენი სტუმრისგან ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან მეხუსლასგან შევიტყავთ. მოგზავნით ბატონო ლევან. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით. საინტერესო მნიშვნელოვან და ძალიან კარგ თემაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგ ხაზი, იმიტომ გავუსვი, რომ მართლა რეკორდული მაჩვენებელი იყო წელს და ეს რა თქმა უნდა ყველას ერთდროულად გვახარეს მევენახეებსაც, მომხმარებლებსაც და ასე შემდეგ. როგორ შეიცვალა ზოგადად მევენახეობა, მეღვინეობის დარგი ბოლო წლებში, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ სახელმწიფო ხელშეწყობით? კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. ბოლო წლებში, ბოლო 10 წელიწადში დარგი საკმაოდ ვითარდება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის თუნდაც 10 წლის წინანდელთან, 15 წლის წინანდელთან შედარებით ვენახების რაოდენობა, რომელიც სწორედ აი ამ პერიოდში გაშენდა და გამრავლდა, რაც შემდგომში სწორედ აისახა ამ რეკორდულ მოსავალში და იმ დოვლადში, რაც რჩება ადგილობრივ მევენახეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ პარალელურად იმატებს ექსპორტი, პარალელურად მატულობს წარმოება, რაც ერთმანეთთან ასე ვთქვათ, ამ მიწოდების ჯაჭვში არის დაკავშირებული. თქვენ ბრძანეთ სახელმწიფოს მხარდაჭერა და მართლაც უპრეცედენტო იყო ბოლო სწორედ 10 წლების განმავლობაში, მათ შორის იყო დანერგემომავალი, სადაც იყო ვენახის გაშენების, ანუ მრავალწლიანი ბაღების და მათ შორის ვენახის გაშენების კომპონენტი იყო სოფლის განვითარების სააგენტოს ჰქონდა იაფი აგროკრედიტი, როგორც ძირითად საშუალებებში, ასევე საბრუნავ საშუალებებში, ანუ ეს გულისხმობს ძირითადი საშუალებები, ეს არის მარნების მოწყობა, ქარხნების მოწყობა, როგორც არის ვთქვათ, ახალი ცისტერნები, გადამამუშავებელი ხაზი და ასე შემდეგ და პლუს, როგორც გითხარით, ეხმარებოდნენ საბრუნავ საშუალებებში, ანუ რთველის დროს, როდესაც საწარმო სჭირდება გარკვეული თანხა ყურძნის შესაძენად, აი იქაც ბანკის კრედიტი, იქაც ფინანსდება და ეს ყველაფერი გაიცემა იაფი აგროკრედიტის დახმარებით. პლუს გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მინდა აღნიშნო ის მარკეტინგული პროგრამა და მხარდაჭერა, რაც უკვე ჩვენ სააგენტოშია, უამრავ გამოფენაში, უამრავ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით და რა თქმა უნდა, რთველის მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ასევე ჩვენ სააგენტოშია და რომელიც უკვე უშუალოდ მევენახეებისთვის და ფერმერებისთვის არის განკუთვნილი. ბატონ ლევან, თქვენ ახსენეთ ყველა ეს პროგრამა, რაც ხელს უწყობს და ერთ-ერთი ცვლილება წელს რაც იყო, ეს არის რომ კახეთში შეიცვალა მაგალითად სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის სქემა, ასე ვთქვათ, პირდაპირ სუბსიდირება არ მოხდა. რამ განაპირობა კონკრეტულად ეს? ანუ მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვთქვათ, სახელმწიფო იბარებდა ყველანაირი ხარისხის ყურძენს დაზიანებულსაც და კარგსაც, ვთქვათ, აქ ხო არ იყო რაღაც პატარა ის დარჩენილი, რომ შეიძლება ხარისხი სწორედ დავარდნილიყო ამის გამო, ანუ რამ განაპირობა კონკრეტულად ეს ცვლილება წელს? ბატონო, ზოგადად სუბსიდიის სქემა, რაც აქამდე მოქმედებდა კახეთის რეგიონში და ჯერჯერობით დარჩა წელს რაჭაში, არის იმისთვის, რომ мотивация კონდეს კერძო სექტორს, რომ ჩაიბაროს მეტი ყურძენი და შესაბამისად ნაკლები ჩაიბაროს სახელმწიფოდ. თუ რაჭის შემთხვევაში ეს გამართლებულია და გამართლდა სუბსიდიის რაოდენობიდან და თანხიდან გამომდინარე, კახეთის მაგალითზე ჩვენ ვფიქრობდით და დღესაც ვფიქრობ დადასტურდა ზოგადად ეს არ იყო საკმარისი мотиваტორი იმისთვის, რომ
კერძო სექტორს ჩაებარებინა ბევრი ყურძენი, იმაზე მეტი, რაც თქვას მათ სჭირდება ღვინის დამზადებისთვის, რეალიზაციისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ სახელმწიფოს მიუხედავად ამ სუბსიდიისა უწევდა ყურძნის ჩაბარება, როგორც თქვენ ბრძანეთ, რაც ფიქრობ, რომ კვლავ წელს შენარჩუნდა, მაგრამ როგორც გვიჩვენა უგვერთველმა, ის კომპონენტი სუბსიდიის არ იყო საჭირო სრულიად, ამიტომ მთლიანად ამ სქემაზე გადმოვერთეთ, რაც გულისხმობს ჭარბი ყურძნის ჩაბარებას და გადამუშავებას. თუმცა თქვენ ახსენეთ ხარისხი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო წელს, რომ კი სახელმწიფო ის გაცხადებული პოლიტიკა რაც გვაქვს, რომ ყურძენი არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი, გასაგებია, მაგრამ ყველა ყურძენს აქვს თავისი ფასი და ერთის მხრივ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არის ბაზრების დივერსიფიცირება და საქართველოს ღვინის სახელის გატანა საერთაშორისო ბაზარზე, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ყურძენი, რომელზეც ღვინო მზადდება, უნდა იყოს უკომპრომისოდ მაღალი ხარისხის. ანუ აქ კომპრომისები დაუშვებელია. აქედან ჩვენი ისტორიის ქვეყანა, როდესაც რამდენწლიანი ისტორია გვაქვს, ხო ეს მაინტერესებდა, რომ თქვენ ექსპორტით ახსენეთ და ექსპორტი თუ გაიზარდა, ნუ ამ შემთხვევაში ხარისხი ჩვენ რაღაცა მაინც მაღალ საფასო სეგმენტს ჯერჯერობით არ ვიჭერთ, ხო მსოფლიო მასშტაბით, აი ამ კუთხით რა ხდება ხარისხის მიმართულებით? თუ საშუალო ფასს შევხედავთ, ზოგადად ხუთეულში შევდივართ, მუდმივად მე არაერთხელ მithქვავს, რომ ფასის თვალსაზრისით ერთადერთი უკონკურენტო საერთაშორისო ბაზარზე არის საფრანგეთი, ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში დანარჩენი ყველასთან გვაქვს, მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან მით უმეტეს და ასე შემდეგ. ამას რო პლუს დავუმატოთ, რომ ჩვენი უნიკალური მეთოდი ქვევში დამზადების მაინც ლიდერია და მე ამდენს შემხედრია ღვინის სპეციალისტები და უბრალოდ ღვინის მოყვარულები, ახტვანებულები არიან ქვევრის ღვინით და ეს სეგმენტი ყოველთვის წინ და წინ მიიწევს და იმედი მაქვს, რომ ამაში მაინც პირველები ვიქნებით, რომ ეს უნიკალური მეთოდი არავის არ არის. რასაც ამბობს, ბუნებრივია ჩდება კითხვა, რა განაპირობებს იმას, რომ აი ამ დრომდე ფრანგული ღვინო მაინც ნომერ პირველი არის, იმიტომ ხარისხი, ნუ ვერა მაგრამ ალბათ რაღაცა მარკეტინგული ნაწილია პრობლემა. ნახეთ, ჩვენ კი ვიძახით, რომ გვაქვს 8000 წლიანი ისტორია მეღვინეობის. ეს ნამდვილად ესეა, დადასტურებულად ესეა, ვართ პირველი ქვეყანა, ვინც სადაც აღმოჩენილია ღვინის ნაშთები. მაგრამ რეალურად თუ კომერციულ კუთხეს შევხედავთ, ჩვენ გქონდა პერიოდი, როდესაც გეგმიური ეკონომიკის პირობებში არ იყო კონკურენცია, ბაზარი რასაც ითხოვდა, იმას ვაწოდებდით, ანუ პირიქით იყო, ასე ვთქვათ, და ამ დროს, როდესაც ჩვენთან ესეთი 70 თუ რამდენიც იყო წელი, ამ დროს საფრანგეთში პირიქით, საფრანგეთის ღვინოები საერთაშორისო ბაზარზე როგორც კონკურენციაში იყვნენ, ასევე ერთმანეთშიც რეგიონები ეხლა ვისაც ფრანგული ღვინო იცის, ისიც იცის, რომ თქვა ბორდო და ბურგუნდია, შიგნით ეს არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს და სწორია რომ არ ჩანს, მაგრამ შიგნით ერთმანეთის კონკურენტები არიან რეალურად და ამ კონკურენციაში იბადება აი ეს ხარისხი და ის უფრო მე ვიტყოდი მომხმარებლის დაკმაყოფილების შესაძლებლობები, რაც თქვათ ამავდროულად ჩვენ აი ამ 70-იან პერიოდს თუ შევადარებთ, ფაქტიურად არ იყო. იმიტომ რომ ვიღაცა ზევიდან გეგმავდა, რამდენი უნდა გვეწარმოებინა, რამდენი გვეწოდებინა. ჯიში, ალბათ რომ დავკარგეთ ის ჯიშები, რომელიც მე მგონი ახლა ვიბრუნებთ, ხო? ძალიან ბევრი, განსაკუთრებით თეთრი ჯიშები, ძალიან ბევრი გამოჩნდა, მაგალითად კახური მცვივანი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სრულიად დაკარგული იყო მხოლოდ კოლექციებში, ასე ვთქვათ. ძალიან ბევრი და მთლელი ეს ვაზის, ქართული ვაზის გენოფონდი არის შენარჩუნებული კოლექციებში, მათ შორის ჩვენ კოლექციაში, ჩვენსაც გულისხმობ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ არსებული კვლევითი ცენტრის კოლექციას და აი ამ კოლექციიდან ნელ-ნელა უკვე საწარმოო დანიშნულებით გადის ეს უნიკალური ჯიშები
კი თქვა წითლებში საფერავი დომინანტია, იმიტომ რომ მართლა უნიკალური ჯიშია, მაგრამ იგივე კახეთში ჩდება სიმონასეული ეგეთი ჯიში, რომელიც ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ არ იცოდა თქვა ფართო საზოგადოებამ, ასე რომ ვფიქრობ მაგრამ ეს ახალი ჯიშია თუ ეს იყო და ეს არის ყველა ძველი ჯიში, ეს არის ჩვენი ისტორიული ჯიში, რომლებიც შენარჩუნებულია კოლექციებში, მაგრამ რაღაც პერიოდი სწორედ ამ გეგმიური ეკონომიკის გამო არ იყო, ასე ვთქვათ, ფართო ასპარეზი არ ქონდა და არ იყო წარმოდგენილი ბაზარზე. ერთი კითხვა მაქვს, ახლა კახეთი რა გასაგებია, კახეთის რეგიონი ეს უკონკურენტო რეგიონია ღვინის წარმოებაში საქართველოში, ერთ-ერთი ტრადიციიდან გამომდინარე, მე რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ სხვადასხვა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს და სხვადასხვა რეგიონში ესევე უნიკალური ღვინის ყურძნის ჯიშებია. აი მაგალითად ჩაეშვა ეს ყურძნის დაკრეფის ნებართვა საპილოტო სისტემა რაჭაში. აი როგორია ეს სისტემა და როგორი იქნება საერთოდ პრაქტიკაში ეს? ეს ცოტა სამომავლო პროექტია, მომავალ წელს ვაპირებთ ამის დანერგვას. რაჭაში, იმიტომ რომ შედარებით კახეთთან ხა თქვენ ბრძანეთ, კახეთთან შედარებით მცირეა და უფრო ადვილად გამოჩდება და უფრო ადვილი სამართავი იქნება ამ საპილოტო პროგრამის, თქვა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ეს გულისხმობს, ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ როდესაც ჩვეულებრივ ანონსდება, რომ იცით, აი, თქვა წელს რაჭაში 5 ოქტომბერს იხსნება რთველი შტაბი. რატომღაც რჩება მოსახლეობას შთაბეჭდილება, რომ ამ 5-ში უკვე ყველაფერი უნდა დაკრიფოს და ესეთი მოლოდინია, რომ ყველაფერი ერთ დღეში გადამუშავდება, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, ფიზიკურად არ არის ამისი სიმძლავრეები და საშუალება. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი რომ სწორად დაიგეგმოს, რომ კი შტაბი კი გაიხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაკრიფოთ. ეს ზოგადად იწვევს ხოლმე რიგებს. ამიტომ ისევ მოსახლეობის კომფორტისთვის, ისევ მოსახლეობის ყოველდღიური, ასე ვთქვათ, კომფორტისთვის ფიქრობთ, რომ საჭიროა ამის დანერგვა, რომ გადანაწილდეს კრეფა, გაიწელოს რთველის განმავლობაში და შესაბამისად უკვე ყოველგვარი რიგების და ყოველგვარი ზედმეტი შეფერხებების გარეშე მოხდეს ამ ყურძნის გადამუშავება. ანუ წინასწარ გვექნება ეს დაგეგმილი და ჩათვალეთ დაკრებ, ჩააბარებ ყოველგვარი ზედმეტი ნერვიულობის და ასე შემდეგ გარეშე. ჩაუბარებელი არ დარჩება რაც ეგ რა თქმა უნდა, ეგ არც წელს არ იყო. პრობლემა უბრალოდ აი იმის გამო, რომ ასოცირდება შტაბის გახსნა რთველის დაწყებასთან რაღაცა გარკვეული პერიოდი, თქვა დასაწყისში იყო გარკვეული რიგები. ეს იყო და ამან დაგვანახა სწორედ ამის თავი რაღაცა პერიოდი, რომელიც თავიდან ცოტა შეაფერხა. უფრო კახეთში იყო ეგ სამწუხაროდ ესეც უბრალოდ ფაქტია, შარშან სექტემბერთან შედარებით 4-ჯერ მეტი ნალექი იყო წელს, რაც საბოლოო ჯამში არ იყო. თუმცა რაოდენობაზე არ აისახა ფაქტია, რომ წელს უპრეცედენტო რაოდენობა იყო, თუმცა მაინც რომ შევაჯამოთ რაოდენობა ვთქვით, მაგრამ მე თქვენ თავად ხარისხით რამდენად ხართ კმაყოფილი თუ შეგვიძლია წელს როგორ შეაფასებთ? პირველი დავიწყებ რაჭიდან და ვიტყვი, რომ უკვე 2 წელია რაჭაში ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენია, შარშანაც ძალიან კარგი ყურძენი იყო და წელსაც რაჭაში გამორჩეული ხარისხის თან უხმოსავლიანი თველი იყო, იმიტომ რომ რაჭის შემთხვევაშიც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ საუკუნეში მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ 2000 ტონას გადააჭარბა რაჭაში მოსავალმა. პირველად ეს იყო 2020 წელს და იმ 2020 წლის მაჩვენებელსაც სადღაც 500 ტონით კიდე გადააჭარბა წელს. თითქმის 3000 ტონა დაიკრიბა. პლუს როგორც გითხარით ხარისხიანი. რაც შეეხება კახეთს, აქ სამწუხაროდ აი ამ წვიმიანობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა, იმიტომ რომ ამ დროს ყურძენი ზედმეტ წყალს იღებს, ასე ვთქვათ და ეს რაოდენობის კუთხით, პირიქით შეიძლება
მატებს წონას, თუმცა მეორე მომენტია ყველა ის მნიშვნელოვანი ნივთიერება, რაც საჭიროა კარგი ღვინის დასამზადებლად, შედარებით განზავებულია და ნაკლებად კონცენტრირებული. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს უწევდა ჭარბი ყურძნის ჩაბარება და ნაკლებ ხარისხიანი ყურძნის, ასე ვთქვათ, ჩაბარება, ის ყურძენი, რაც დარჩა ღვინისთვის და კერძო საწარმოება გადაამუშავეს, არის ერთიურად მაღალი ხარისხის. ამიტომ ვფიქრობ, რომ წინაზეც მომეცა საშუალება, ეხაც გამეორდები ის, რომ წელს არ იყო მთლად სახარბიელო წელი ხარისხის თვალსაზრისით, არ აძლევს ვფიქრობ საშუალებას კერძო კომპანიებს, რომ თავი იმართონ მომავალში, რომ რაღაც ისეთი ხარისხის ღვინო ვერ აწარმოეს. ზოგადად ესეც ვიცით, ღვინის მოყვარულებმა იციან, რომ ერთი და იგივე კომპანიის, ერთი და იგივე ვენახიდან წარმოებული, ერთი და იგივე ჯიშის ღვინო შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს ფასით, ხარისხით, რაც საბოლოოდ ფასში გამოიხატება, რა თქმა უნდა. იგივე ბორდო ბურგუნდია ვახსენე და ერთი და იგივე წარმოებლის ღვინო ერთი წელი შეიძლება ღირდეს ვთქვათ 100 евро და მეორე წელს 5ჯერ და 10ჯერ მეტი. ამიტომ არ წლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ ინდუსტრიული კუთხით ღვინის წარმოებისთვის წელს ის ყურძენი, რაც გადამუშავდა ღვინის მიმართულებით, იყო საკმაოდ ხარისხიანი. ძალიან კარგი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატება უნდა გისურვოთ. ბოლოს მინდოდა მეკითხა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ზოგადად როგორი არის აი ღვინის წარმოების და უბრალოდ რთველის პროცესში ხელშეწყობა, გულისხმობ ბიუჯეტი მომავალი წლის და გეგმები. ზოგადად პირველი და მთავარი რაც არის მარკეტინგში კიდევ გვესდება ბიუჯეტი, ანუ 19 მილიონი იქნება მომავალ წელს. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ საბოლოო ჯამში ეგ არის და ბაზრების დივერსიფიცირება და მეტი ღვინის ექსპორტი და მეტი ღვინის რეალიზაცია არის ის საშუალება, რაც საბოლოო ჯამში მათ შორის რთველზეც და ვენახზეც ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს. მომავალ რთველს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს პირველი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ შექმნა ხარისხიდან გამომდინარე სხვადასხვა ფასი, კიდევ უფრო შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. დავინახეთ ჩვენ წელს რთველზე, რომ მაინც არის გარკვეულწილად ის, ასე ვთქვათ, ფერმერებისთვის ის გამოწვევა, რომ აი კი სახელმწიფო ყველაფერს იბარებს, ამიტომ მოდი ცოტა ბევრს მოვიყვან. რაც ვფიქრობ, რომ ქართული ღვინისთვის და მეღვინეობის განვითარებისთვის არის დაუშვებელი, ამიტომ ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, სკრუპულოზურად ვაფასებთ ახლა წლევანდელ რთველს და უკვე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ მომავალი რთველის გეგმებს და იმისთვის, რომ უკვე სხვა ფორმირების პროცესში დაიგეგმოს ფერმერი და სწორად მივიდეს შემდეგ რთველამდე. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ.